10 წლეულების განმავლობაში ძლიერი საბრძოლო გემი ბატონობდა ზღვებზე. პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდიდან მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ეს გიგანტური გემები საზღვაო ძალის მწვერვალს წარმოადგენდა. მაგრამ დრო იცვლება, იარაღის სისტემები ვითარდება და ერთ-ერთმა ასეთმა ევოლუციამ საბრძოლო გემის ხანგრძლივ მმართველობას მოულოდნელი დასასრული მოუტანა მეორე მსოფლიო ომის პირველ წლებში. ავიამზიდებზე დაფუძნებული საზღვაო ავიაცია. ხშირად ავიამზიდებიდან გაშვებული პიკირებადი ბომბდამშენები და ტორპედოს მატარებელი ბომბდამშენები საბრძოლო გემს უზარმაზარ უმწეო სამიზნედ აქცევდა. საზღვაო ძალები უფრო და უფრო დამოკიდებული გახდნენ ავიამზიდებზე შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად, ვიდრე საბრძოლო გემებზე. და საბრძოლო გემების ეპოქის დასასრული საბოლოოდ დადგინდა ეპიკურ ბრძოლაში 1945 წელს, როდესაც ასობით ამერიკული თვითმფრინავი დაძლია იაპონური იამატო, ერთ-ერთ ყველაზე დიდ საბრძოლო გემს, რაც კი ოდესმე აშენებულა. იამატო დაიღუპა და საბრძოლო გემი პრაქტიკულად მოძველებულად იქცა. შემდეგ წლებში მოწინავე ანტიგემის რაკეტებისა და მოგვიანებით უპილოტო სახაერო სისტემების გამოჩენამ საბოლოოდ განამტკიცა მისი ბედი. მაგრამ ახლა საბრძოლო გემი დაბრუნდა და თან მთელი ძალით. აშშ-მ დაიწყო სრულიად ახალი საბრძოლო გემის პროგრამა, თავისი ამბიციური ოქროს ფლოტის ინიციატივის ფარგლებში. ეს არის ტრამპის კლასის საბრძოლო გემი, ანუ BBGX. მაგრამ ეს მხოლოდ უახლესი ფლაგმანი არ არის აშშ-ს საზღვაო ძალებში, რომელიც ცდილობს მოიპოვოს ზღვის მეფის ტიტული. BBGX არვევს აშშ-ს საზღვაო ძალების მრავალწლოვან დოქტრინას, რაც შეიძლება მთლიანად შეცვალოს თანამედროვე საზღვაო ომის სახე. აი რა უნდა იცოდეთ 17 მილიარდ დოლარიან BBGX-ზე და რატომ გადაწყვიტა აშშ-ს საზღვაო ძალებმა კიდევ ერთხელ საბრძოლო ხომალდი წინა პლანზე დააბრუნოს. 10 წლეულების განმავლობაში აშშ-ს სამხედრო ძალა ეფუძნებოდა განაწილებულ ფლოტებს, რომელთა ცენტრშიც ავიამზიდი იდგა. ლოგიკა ნაწილობრივ გამომდინარეობს იმ გაკვეთილებიდან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში საბრძოლო ხომალდების დაღუპვამ გვასწავლა. ეპოქაში, როდესაც საჰაერო ძალა საზღვაო ძალაზე უპირატესობას ფლობდა, საბრძოლო ხომალდები ძალაუფლებისა და მართვის ზედმეტად კონცენტრირებულ წყაროს წარმოადგენდა. მიუხედავად მთელი თავისი ძალისა, ის ახალი ტექნოლოგიების მიმართ ძალიან დაუცველი გახდა. აშშ-ისთვის გამოსავალი ავიამზიდების ჯგუფი იყო. აშშ-ის უზარმაზარ ავიამზიდებზე განთავსებული საჰაერო ძალა, რომელიც ჯგუფში შემავალი გამანადგურებლების, წყალქვეშა ნავებისა და სხვა დამხმარე ხომალდების მრავალფეროვან შეიარაღებას ერწყმოდა, მნიშვნელოვნად ზრდიდა აშშ-ის შეტევით ძალას ერთი განლაგებიდან. ავიამზიდების ჯგუფები ასევე უზრუნველყოფდა მრავალფენოვან ძალზე ეფექტურ დაცვას ავიამზიდისთვის, რაც უბრალოდ შეუძლებელი იყო ერთ საბრძოლო ხომალდზე. მაგრამ ალბათ ავიამზიდების ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ ის რისკს ანაწილებს. ცეცხლის ძალა და სარდლობა განაწილებულია რამდენიმე ხომალდზე, რაც ზრდის მათი საერთო გამძლეობას. ეს დოქტრინა პრაქტიკაშიც ისევე კარგად მუშაობდა, როგორც თეორიაში. წლების განმავლობაში აშშ-ს ავიამზიდების ჯგუფები საშუალებას აძლევდა მას მოეხდინა შეუდარებელი ძალის პროექცია მთელ მსოფლიოში და როგორც ირანი ახლა ადასტურებს, ისინი ამას დღესაც აკეთებენ. მაგრამ ახლა BBGX-ი აზროვნებაში მნიშვნელოვან ცვლილებას ასახავს. ამ ხომალდის მიზანია საჰაერო თავდაცვის სარდლობა, გრძელდისტანციური დარტყმისა და შეკავების ძალა ერთ დიდ პლატფორმაზე იყოს კონცენტრირებული და არა განაწილებულ ავიამზიდთა ჯგუფში. ეს აჩენს კითხვას, რომ ძველი გამოთქმა რომ მოუშველიოთ, თუ არ არის გაფუჭებული, რატომ უნდა შეაკეთო? რატომ უნდა შეიცვალოს სტრატეგია, რომელიც ამდენი ხანი წარმატებული იყო? საქმე ისაა, რომ დრო შეიცვალა. იარაღის სისტემები განვითარდა და თანამედროვე საზღვაო ბრძოლის რეალობა აღარ არის ისეთი, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო. აშშ-ს ფლოტი ახლა ახალი ტიპის იარაღის წინაშე დგას, როგორიცაა დრონების ჯგუფები და ჰიპერსონიკული რაკეტები, რაც ქმნის ისეთ სისუსტეებს, რომლებიც ადრე არ არსებობდა. აშშ-ში ასევე ავითარებს ახალი მოწინავე შეტევითი და თავდაცვითი იარაღის სისტემებს, რომლებიც საჭიროა მისი ფლოტის შემადგენლობაში ინტეგრირდეს. BBGX არის მცდელობა ორივე ეს პრობლემა ერთდროულად გადაიჭრას. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს უფრო მთის მასივის სროლას გავს ამ ორ პრობლემაზე, ვიდრე ქვას, მაგრამ აზრი გასაგებია. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ისინი იქნებიან ყველაზე სწრაფები, ყველაზე დიდი და ბევრად აშჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე აშენებული ნებისმიერი საბრძოლო გემი. ყოფილი საზღვაო ძალების მდივანი ჯონ ფელანი, რომელიც ცოტა ხნის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ოდნავ უფრო დახვეწილი იყო. მომავალი ტრამპ კლასის საბრძოლო გემი US Defiant იქნება ყველაზე დიდი, ყველაზე მომაკვდინებელი, ყველაზე მრავალმხრივი და ყველაზე ლამაზი სამხედრო გემი მსოფლიოს ოკეანეებზე, განაცხადა მან. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ტრამპი მის გვერდით იდგა. თუმცა ალბათ ახალი გემის ოპერაციული კონცეფციის საუკეთესო ახსნა პირდაპირ საზღვაო ძალების ბიუჯეტის მოთხოვნაშია მოცემული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბრძოლო გემის მთავარი როლია მასშტაბური, შორ მანძილზე მოქმედი შეტევითი საცეცხლე დარტყმების განხორციელება და ძლიერი სიცოცხლის უნარიანი წინწასული მართვისა და კონტროლის პლატფორმის ფუნქციონირება. ის უზრუნველყოფს ხარჯთეფექტურ ვარიანტებს შეტევისა და თავდაცვისთვის, ხოლო მისი შესაძლებლობა მიიღოს ფლოტის სარდლობის შტაბი ზრდის სიცოცხლის უნარიანობას, რადგან სარდლები უფრო ახლოს არიან ბრძოლასთან. ეს ნიშნავს, რომ მას ასევე შეუძლია მოქნილი მართვისა და კონტროლის პლატფორმად ფუნქციონირება როგორც ადამიანით მართვადი, ასევე უპილოტო პლატფორმებისთვის. შთამბეჭდავად ჯრევს, არა?
მაგრამ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი პრაქტიკაში? პროექტი ჯერ კიდევ დიზაინის ძალიან ადრეულ ეტაპზეა. განვითარებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. 3 დაგეგმილი საბრძოლო გემიდან პირველის მშენებლობა მხოლოდ 2028 წელს უნდა დაიწყოს. ასე რომ უმეტეს დეტალებზე ჯერ კიდევ მუშაობენ. მაგრამ რაც ვიცით არის ის, რომ გემი იქნება მაღალტექნოლოგიური, მასიური და ძალიან ძლიერი. ტრამპის კლასის გემს ექნება 30,000 ტონიანი კორპუსი, რაც 3-ჯერ მეტ შიდა მოცულობას უზრუნველყოფს, ვიდრე 9,000 ტონიან გამანადგურებელზეა. მოსალოდნელია, რომ მისი სიგრძე იქნება 853-დან 890 ფუტამდე, ხოლო სიგანე დაახლოებით 105-დან 115 ფუტამდე. ეს უფრო გრძელია, ვიდრე ზემოხსენებული იამატო, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში სუპერგრძელი გემია. გემი დაპროექტებულია ისე, რომ მიაღწიოს 30 კვანძზე მეტ სიჩქარეს, თუმცა ძრავის ტიპი, რომელიც მას ამოდრავებს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. ფელანმა აპრილში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს განხილვები იმის შესახებ, იქნებიან თუ არა ტრამპ კლასის სამხედრო გემები ბირთვულძრავიანი, ეს ნაკლებად სავარაუდოა. სამხედრო საზღვაო ძალების ბიუჯეტის დოკუმენტების მიხედვით, ამჟამინდელი გეგმაა, რომ BBX გამოიყენებს კომბინირებულ ტრადიციულ ამზრავ სისტემას, რომელიც მოიცავს დიზელის გენერატორებსა და გაზის ტურბინებს. მიუხედავად იმისა, რომ მას ავიამზიდად არ მიიჩნევენ, BBGX აქვს საფრენი გემბანი და ორმაგი ჰანგარები, რომლებიც V22 ასპირის ტიპის თვითფრინავებისა და მომავალი ვერტიკალური აფრენის სისტემების მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ასევე აქვს თანამედროვე სენსორული სისტემა, რომელიც აგებულია AN/SPY-6 რადარის გარშემო და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ინტეგრირებულ საჰაერო და რაკეტების აღმოჩენასა და თვალთვალს. გემზე მოსალოდნელია 650-დან 800-მდე ეკიპაჟის წევრის განთავსება, რაც აშშ-ს არმადის გემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკიპაჟია. მხოლოდ აშშ-ს ჰარპერის ფერის კლასის დოკის სადესანტო გემს, რომელსაც 825 კაციანი ეკიპაჟი ხავს, Blue Ridge-ის კლასის სარდლობის გემს 852 კაციანი ეკიპაჟით, ამერიკა კლასის ამფიბიურ სადესანტო გემს 2745 კაციანი ეკიპაჟით და Wasp-ის კლასის ამფიბიურ სადესანტო გემს 2979 კაციანი ეკიპაჟით. და ფორდისა და ნიმიცის კლასის ავიამზიდებს, რომლებსაც შესაბამისად დაახლოებით 4660 და 5680 კაციანი ეკიპაჟი ყავთ. კიდევ უფრო მეტი ეკიპაჟის განთავსება შეუძლიათ. მაგრამ დიდი ეკიპაჟი არ არის ის, რისთვისაც BBGX-ზე დამატებითი ზომა და წყალწყვიდვა საჭირო. ეს საჭიროა საბრძოლო ხომალდის მოცინავე შეიარაღების კომპლექსისთვის და იმ უზარმაზარი ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობისთვის, რომელიც მისი ნაწილის მუშაობისთვის არის საჭირო. საზღვაო ძალების ბიუჯეტის მოთხოვნა აცხადებს, რომ ხომალდის მოცინავე სისტემები უზრუნველყოფს რეალურ შორ მანძილზე დარტყმას ჰიპერბგერითი იარაღით, რომელიც განთავსებულია ახალ, უფრო დიდ ვერტიკალურ გამშვებ სისტემებში. გარდა ამისა, მისი მოცინავე საზღვაო საარტილერიო ცეცხლი უზრუნველყოფს ეკონომიურად ეფექტურ ვარიანტებს დარტყმისა და თავდაცვისთვის. პრაქტიკაში ტრამპის კლასის ხომალდის შეტევითი კონფიგურაცია აერთიანებს ჰიპერბგერით და კონვენციურ სარაკეტო სისტემებს ერთ კორპუსში, რათა უზრუნველყოს მრავალფენიანი დარტყმის შესაძლებლობა. ეს ხომალდი შექმნილია 12 კონვენციური მყისიერი დარტყმის, ან CPS ჰიპერბგერითი რაკეტის გადასატანად, რომლებიც განკუთვნილია კონვენციური საბრძოლო თავების ინტერკონტინენტურ მანძილებზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მისაწოდებლად. ან კლასის პირველი აშენებული ხომალდი ზემოხსენებული აშშ-ს დეფიანტი, ანუ BBG-1, ასევე მოიცავს 128 MK81 ვერტიკალური გაშვების სისტემის უჯრას. ეს 25%-ით მეტია, ვიდრე ამჟამინდელი არლეიბერგის Flight 3 გამანადგურებლის 86 უჯრა. ამ გამშვებ სისტემებს შეუძლიათ Tomahawk-ის სახმელეთო შეტევის რაკეტებისა და სტანდარტული გადამჭრელი რაკეტების გაშვება სხვა საბრძოლო მასალებთან ერთად. დამატებითი გამშვების სისტემების წყალობით გაზრდილი ცეცხლის ძალა საშუალებას მისცემს ერთდროულად ჩაერთოს რამდენიმე მისიის სფეროში, მათ შორის დარტყმისა და საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. ცეცხლის ძალის ასეთი მაღალი კონცენტრაცია ამცირებს საჭიროებას რამდენიმე გემის გამოყენებაზე მსგავსი ეფექტის მისაღწევად. თუმცა ამავე დროს ზრდის დამოკიდებულებას გემზე არსებული საბრძოლო მარაგის მოცულობაზე. კორპუსი ასევე შესაძლებელს ხდის SLCMN ბირთვული ქობინით აღჭურვილი ზღვიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტების ინტეგრაციას, რაც მნიშვნელოვნად გააფართოებს აშშ-ის ზედაპირული ფლოტისთვის ხელმისაწვდომ შეკავების ვარიანტებს მაქსიმალურად შესაძლებელ დონემდე. მაგრამ უახლესი შეიარაღების სპექტრი არ სრულდება მხოლოდ CPS-ით და SLCMN-ით, რომლებიც ჯერ კიდევ დანერგვის პროცესში. კვლავაც თუ მოვიყვანთ ციტატას საზღვაო ძალების ბიუჯეტის წინადადებიდან. ნიშნულოვნად გაზრდილი ენერგიის გამომუშავება, რომელსაც მართავს დახვეწილი ინტეგრირებული ენერგოსისტემა. მაღალი მოცულობის ენერგიის შენახვით უზრუნველყოფს მისიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მიმართულ ენერგიას. ასეთი იარაღები, როგორიცაა მაღალი სიმძლავრის ლაზერები და ელექტრომაგნიტური რეილგანები, ანები ამცილებს დამოკიდებულებას ძვირადღირებულ ერთჯერად საბრძოლო მასალებზე. სინამდვილეში ახალი საბრძოლო გემის ზომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ის არის, რომ ის გახდეს პლატფორმა ამ პირდაპირ სამეცნიერო ფანტასტიკიდან წამოსული იარაღებისთვის. ელექტრომაგნიტური რეილგანი, ლაზერული მიმართული ენერგიის იარაღები და შესაძლოა მიკროტალღური მიმართული ენერგიის იარაღები.
აშშ საზღვაო ძალებმა ცოტა ხნის წინ აღადგინეს ადრე მიტოვებული რეილგანის პროგრამა და აქტიურად ავითარებენ და ცდიან ორივე ტიპის მიმართული ენერგიის იარაღებს. ყველა ამ სამის პრობლემა ისაა, რომ ისინი უზარმაზარ რაოდენობის ენერგიას საჭიროებენ. ეს საკმარისად რთულია ხმელეთზე განხორციელებისთვის, მაგრამ ზღვაზე დიზაინის ისეთი სირთულეები ჩნდება, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად შეიძლება ამას რაკეტების მეცნიერება ეწოდოს. ჯერ კიდევ გასარკვევია, ზუსტად როგორ მოიფიქრებენ საზღვაო ძალების ინჟინრები ამ სისტემების ახალი საბრძოლო გემის ბორტზე ენერგიით მომარაგებას. მაგრამ აშკარად ჩანს, რომ მზე მათი განთავსებისთვის საკმარისზე მეტი სივრცეა. რეილგანი ძირითადად შეტევითი იარაღია, რომელიც განკუთვნილია ჰიპერბგერითი ჭურვების გასროლისთვის 100-დან 200-მდე საზღვაო მილის მანძილზე, რათა კინეტიკური ენერგიით დაარტყას სახმელეთო სამიზნეებს, მტრის გემებს და გამაგრებულ ობიექტებს. მაგრამ მისი მაღალი სიჩქარე და სამიზნემდე სწრაფი მიღწევის დრო, ასევე მას შესაფერიც ხდის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის, ანტიგემის საკრუიზო რაკეტების, დრონებისა და თუნდაც ჰიპერბგერითი საფრთხეების ჩამოსაგდებად. ამის საპირისპიროდ მიმართული ენერგიის იარაღები ძირითადად თავდაცვითი ხასიათისაა. ლაზერული იარაღები ძირითადად გამოიყენება დრონების საწინააღმდეგოდ, ან CUAS, რაკეტების არტილერიისა და ნავმტყორცნების წინააღმდეგ, ანუ CRAM. მოკლე მანძილის საჰაერო თავდაცვისთვის, ანუ SHORAD და მტრის პლატფორმებზე სენსორების დაბრმავებისა ან დაზიანებისთვის. მიკროტალღოვანი იარაღები კონცენტრირებულია არაკინეტიკურ ელექტრონულ შეტევაზე და ძირითადად გამოიყენება დრონების ჯგუფების, მტრის კომუნიკაციებისა და რადარის, ასევე რაკეტების მართვის სისტემების დასაშლელად ან გასაუნებელყოფად. PBGX-ზე მიმართული ენერგიის იარაღები 300-600 კილოვატიან დიაპაზონში დაგეგმილია როგორც საბაზისო კონფიგურაციის ნაწილი, ხოლო პოტენციური განახლება დაახლოებით 1 მეგავატამდეა შესაძლებელი, რაც დამოკიდებულია იმაზე, რამდენი სიმძლავრის უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი გემზე. ლაზერული სისტემები, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით ოდინის ან ჰელიოსის სისტემებზე იქნება დაფუძნებული, განკუთვნილია სადაზვერვო, სამიზნეზე დამიზნების და დრონების საწინააღმდეგო ოპერაციების მხარდასაჭერად. მათი ჩართვა ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ არის გემის თავდაცვითი სისტემები აგებული სხვადასხვა საფრთხის წინააღმდეგ. ეს ხდება ფენოვანი ჩაჭრისა და აქტიური ჩარევის გზით და არა პასიური დაცვის საშუალებით. ეხლა თუ თქვენ გსურთ გამჭრიახი ანალიზი და ხედვა, ამას ყველა ჩვენს ვიდეოში The Military Show-ზე იპოვით. გამოიწერეთ არხი, რომ ყოველთვის მიიღოთ ნამდვილი ამბების სათაურების მიღმა და იყოთ ინფორმირებული უახლეს მოვლენებზე. დირექტიული ენერგიის იარაღების გარდა, Trump კლასის Link-2-ის თავდაცვითი სისტემა მოიცავს 2 RIM 116 ტიპის Rolling Airframe-ის სარაკეტო გამშვებს, რომლებიც ახლო მანძილზე თავდაცვას უზრუნველყოფს შემომავალი რაკეტებისა და თვითმფრინავების წინააღმდეგ. ასევე აღჭურვილია 2 5 დიუმიანი 62 კალიბრის ქვემეხით ზედაპირული სამიზნეების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე 4 30 მმ-იანი სისტემით, რომლებიც მოკლე დისტანციაზე იცავენ გემს მცირე ზომის ხომალდებისა და საჰაერო საფრთხეებისგან. როგორც ხედავთ, ანტიდრონული სისტემების სტანდარტულ კომპონენტად ჩართვა თავდაცვით არქიტექტურაში ასახავს უპილოტო სისტემების მზარდ გამოყენებას საზღვაო კონფლიქტებში. ნებისმიერი გემისთვის, განსაკუთრებით კი იმ გემისთვის, სადაც ასეთი დიდი ცეცხლის ძალაა კონცენტრირებული, ეს ახალი რეალობა ნიშნავს, რომ გადარჩენის უნარი სულ უფრო მეტად დამოკიდებულია საფრთხეების აღმოჩენისა და მათი ჩაჭრის შესაძლებლობაზე შეჯახებამდე. PBGX შესაბამისად დასჭირდება სენსორებისა და იარაღის უწყვეტი მუშაობა, მაღალი ენერგომოხმარების პირობებში, ასევე ინტეგრირებული საბრძოლო სისტემების საიმედო მუშაობა, ხანგრძლივი შეტევის პირობებში. ამის სწორად გაკეთება და შენარჩუნება, როცა ახალი ტექნოლოგიები დროთა განმავლობაში უნდა ინტეგრირდეს, ან მათთან ბრძოლა გახდება საჭირო, მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. მაღალტექნოლოგიური პროექტების სია, რომლებიც დიზაინის პრობლემების გამო დაგვიანდა ან საერთოდ გაუქმდა, ნათვად აჩვენებს, რამდენად რთული შეიძლება იყოს ეს პროცესი. ზუსტად ამიტომ, საზღვაო ძალების ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დიზაინისა და მოცინავე ტექნოლოგიების სწორად შერჩევას, სანამ PBGX-ზე სერიოზულად დაიწყებს მუშაობას. საზღვაო ძალების ბიუჯეტის მოთხოვნის მიხედვით, ინოვაციური სტრატეგია ხელმძღვანელობს ახალი Link-2-ის დიზაინსა და მშენებლობას, რომელიც თანამედროვე ციფრულ სამუშაო პროცესზეა დაფუძნებული. ეს იყენებს თანამედროვე ციფრულ ინჟინერიას, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ დიზაინს და მოცინავე წარმოების პრაქტიკებს, რათა შემცირდეს ხარჯები და გრაფიკის რისკები. კორეული და იაპონური გემთმშენებლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, ეს მიდგომა ხაზს უსვამს მაღალი დონის დიზაინის მომწიფებას, მშენებლობის დაწყებამდე, ზუსტ მოდულურ მშენებლობას და დიზაინისა და წარმოების გუნდებს შორის მჭიდრო ინტეგრაციას. სტრატეგია შექმნილია იმისთვის, რომ სტაბილური გახადოს სამუშაო ძალა, გაზარდოს ინდუსტრიული მდგრადობა და ახალი შესაძლებლობა უფრო პროგნოზირებადად და ხელმისაწვდომად მიაწოდოს. იმედია, ეს ახალი მიდგომა თავიდან აიცილებს იმ ტიპის პრობლემებს, რაც Constellation კლასის ფრეგატთან იყო გამოცდილ. ამ ხომალდის დიზაინი ჯერ კიდევ საბოლოო დამუშავების პროცესში იყო 2025 წლის აპრილში, თითქმის 5 წლის შემდეგ საწყისი კონტრაქტის მინიჭებიდან და მაშინ როცა უკვე დაწყებული იყო წამყვანი ხომალდის მშენებლობა. ეს არასასურველი ვითარება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო ძალებმა აშკარად აირჩიეს უკვე წარმოებაში მყოფი ფრეგატის წარმოებული ვერსია. ფრანკო-იტალიური ფრეგატა ევროპეა მულტიმისიონე, ანუ EFRE-EMM, რისკის შესამცირებლად და პროგრამის სწორად წარმართვის უზრუნველსაყოფად.
ახლა რომ ნათელი იყოს, BBG იყოს. BBGX-ის შემოღება მიანიშნებს დოქტრინალურ ცვლილებაზე, სადაც ძალის კონცენტრაცია ერთ ლინკორზე მომავალ ომებში აუცილებელ ელემენტად ითვლება და არა აშკარა სისუსტედ. მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ აშშ-ში მთლიანად უარს ითქვის თავის ჩამოყალიბებულ ფლოტსა და მოქმედების წესზე. ასე ვთქვათ, კარგსაც ცუდს მიაყოლებს. ეს აშკარად ჩანს თავად საზღვაო ძალების ბიუჯეტის წინადადებიდან. მისი მიხედვით, ლინკორი განკუთვნილია იმისთვის, რომ შესაძლებლობი და ამატყობები დაამატოს ოქროს ფლოტის მაღალი დაბალი კომბინაციის ყველაზე მაღალ დონეზე. გარდა ამისა, საბრძოლო გემი შეიძლება იყოს ზედაპირული მოქმედების ჯგუფის ლიდერი, ინტეგრირდეს ავიამზიდის დარტყმით ჯგუფთან ან დამოუკიდებლად იმოქმედოს მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტების დასაცავად. ასე რომ ის არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ შეცვალოს აშშ-ს ავიამზიდის ჯგუფი ან ავიამზიდი და გახდეს ახალი უმაღლესი გლობალური ძალის პროექციის საშუალება. სწორედ ასე, ეს არის ახალი თაობის მაღალი დონის ზედაპირული საბრძოლო გემების ფლაგმანი, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ს საზღვაო ძალების მომავლის უზრუნველყოფას და ზღვაზე საცეცხლე ძალის მკვეთრად გაზრდას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც აშშ-ს საზღვაო ძალების მოწინავე, მომავალი თაობის გემი მას ყავს თანამგზავრები, როგორც მაღალი, ასევე დაბალი დონის იმ Golden Fleet-ის ნაზავში. 2027 ფინანსური წლისთვის შემოთავაზებული ბიუჯეტი მოიცავს მილიარდობით დოლარს წინასწარ დაფინანსებაში. BBGX-ზე სამუშაოების დასაწყებად, ასევე დამატებით 837 მილიონ დოლარს კვლევისა და განვითარების ფონდებში. ფაქტობრივი შესყიდვა კილის დადება დაიწყება მომდევნო წელს, რასაც საფუძვლად დაედება ბიუჯეტის მოთხოვნა პირველი გემისთვის უზარმაზარი 17 მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს გახდიდა მას ყველაზე ძვირადღირებულ გემად, რომელიც ოდესმე მწყობში ჩაუყენებიათ. ამჟამინდელი რეკორდსმენი არის აშშ-ს გემი Gerald R. Ford, ახალი Ford-ის კლასის ავიამზიდების პირველი გემი, რომლის ძვირებულებაც გავრცელებული ინფორმაციით დაახლოებით 13.3 მილიარდი დოლარი. მაგრამ ახალი საბრძოლო გემისთვის წინასწარი დაფინანსების გარდა, საზღვაო ძალების 65.8 მილიარდი დოლარის ბიუჯეტში ასევე შედის მოთხოვნები კიდევ 17 საბრძოლო ძალის გემის შესაძენად, პლუს 16 დამხმარე ან მხარდამჭერი გემის შესაძენად. კერძოდ, მათ სურთ შეიძინონ 1 კოლუმბიის კლასის წყალქვეშა ნავი, 2 ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავი, 1 FFX ფრეგატი, 1 არლებერგის კლასის გამანადგურებელი, 1 ამერიკის კლასის ამფიბიური შეტევის გემი, 1 სან ანტონიოს კლასის ამფიბიური სატრანსპორტო დოკი, 6 საშუალო სადესანტო გემი, 2 ჯონ ლუისის კლასის საწვავით მომარაგების ტანკერი, 2 წყალქვეშა ნავების მომსახურე გემის შემსვლელი და 1 ოკეანის სადაზვერო გემი. ამ ახალი შესყიდვების გარდა, მოთხოვნა ასევე აგრძელებს ეტაპობრივ დაფინანსებას მესამე და მეოთხე Ford-ის კლასის ავიამზიდებისთვის, რომლებიც ამჟამად მშენებარია. ასე რომ აშკარაა, რომ საზღვაო ძალები BBGX-ზე ყველა იმედს არ ამყარებს და ეს გონივრული. მიუხედავად მისი საოცარი ცეცხლის ძალისა, ის ძირითადი სისუსტე, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისის საბრძოლო ხომალდები მოძველებულად აქცია, კვლავ რჩება. ასეთი დიდი ძალის ერთ ხომალდზე კონცენტრაცია მას აშშ-ს მოწინააღმდეგეებისთვის მთავარ სამიზნედ აქცევს. ზოგიერთ გარემოში, მაგალითად აშშ-ს მიმდინარე ოპერაციაში, ვენესუელას სანაპიროსთან, ერთი ტრამპ კლასის საბრძოლო ხომალდი თითქმის უეჭველად უფრო სამხედრო ეფექტურად და ბევრად უფრო ეკონომიურად შეასრულებდა საქმეს, ვიდრე ავიამზიდების ჯგუფი. ოპერაციის მასშტაბი თითქოს ნარკოტიკების გადაზიდვის აღკვეთა და ვენესუელასგან მომდინარე საფრთხე ნამდვილად არ ამართლებს ავიამზიდის ან დარტყმის ჯგუფის ხანგრძლივ განთავსებას, რასაც ჩვენ ვხედავთ. 1 BBGX მცირე ასპერისების ფლოტით შეძლებდა შემთხვევითი სწრაფმავალი ნავების ცლიდან ამოფეთქებას სურვილისამებრ ისეთივე ეფექტიანობით და გაცილებით ნაკლებ ფასად. ამჟამად აშშ-ს სხვა ბევრი არჩევანი არ აქვს დარტყმის ჯგუფის გარდა. BBGX ეს პრობლემას მოაგვარებს. თუმცა, უფრო დაძაბულ გარემოში, მაგალითად ჩინეთის მეზობლად, ძალისა და მართვის გადანაწილების ლოგიკა ავიამზიდის ჯგუფში ალბათ კვლავაც მართებულია. არავინ ნამდვილად არ იცის, როგორ დაუპირისპირდება აშშ-სა და ჩინეთის ყველაზე თანამედროვე შეიარაღება ერთმანეთს, რადგან ისინი ჯერ არ შეჯახებიან. სანამ რეალური შესაძლებლობების შესახებ ბევრად მეტი არ გახდება ცნობილი, ჩინეთის მიერ კონტროლირებად წყლებში ძალიან დიდი ძალისა და ხარჯის ერთ ობიექტზე კონცენტრირება ალბათ რისკია, რომელსაც საზღვაო ძალები ნაკლებად აიღებენ. განსაკუთრებით თუ აშშ-ს ახლა შეუძლია ავიამზიდის ან სხვა დარტყმითი ჯგუფის ფორმირებების გამოყვანა, რომელშიც BBGX შედის და ეს ნამდვილად გეგმის ნაწილია. ბიუჯეტის მოთხოვნის მიხედვით, როგორც მოქნილი სარდლობისა და მართვის პლატფორმა, როგორც ადამიანით მართვადი, ასევე უპილოტო პლატფორმებისთვის, საფრთხორმებისთვის, საბრძოლო ხომალდს შეუძლია უხელმძღვანელოს ზედაპირულ საბრძოლო ჯგუფს, ინტეგრირდეს ავიამზიდის დარტყმით ჯგუფთან ან დამოუკიდებლად იმოქმედოს კრიტიკული საზღვაო მარშრუტების დასაცავად. სინამდვილეში BBGX-ის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ შეავსოს დარტყმითი ჯგუფის ფორმირებებში არსებული ხარვეზი, რომელიც ტიკონდეროგას კლასის კრეისერების პენსიაზე გასვლამ გამოიწვია. ამ ხომალდებს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ სპეციალური საჰაერო თავდაცვის სარდლობის ფუნქციები აშშ-ის ავიამზიდის დარტყმით ჯგუფებში, მაგრამ ასე ვთქვათ, უკვე საკმაოდ მოძველდნენ.
2020-იანი წლების შუა პერიოდში ზედაპირული ფლოტის სტრუქტურა ფაქტობრივად ისე შემცირდა, რომ არლეიბერგის კლასის გამანადგურებლები დარჩნენ ერთადერთ ძირითად საბრძოლო ხომალდებად, რომლებიც წარმოებაში იყო. Საწყისში გეგმა იყო ტიკონდეროგას პენსიაზე გასულით დარჩენილი სიცარიელის შევსება ახალი DGG-X გამანადგურებლის პროგრამით, მაგრამ ის იმ შემაწუხებელ დიზაინის პრობლემებს წააწყდა. 2021 წლიდან 2026 წლის იანვრამდე ჩატარებულმა დიზაინის კვლევებმა დაასკვნა, რომ DGG-X-ის კორპუსის ჩფორმა არასაკმარისი იყო საჭირო ვერტიკალური გაშვების სისტემის უჯრედების რაოდენობის, CPS-ის, რაკეტებისა და მომავალი მაღალი ენერგიის იარაღების ინტეგრაციისთვის, ისე, რომ არ გადაეჭარბებინა ენერგიისა და გაგრილების ზღვარს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიზაინი ჩიხში იყო შესული. აშშ საზღვაო ძალების ხელმძღვანელობამ განიხილა ორვარიანტიანი გამანადგურებლის მიდგომა, მაგრამ საბოლოოდ გონივრულად გადაწყვიტა, რომ მისიის ამოცანების გაყოფა სხვადასხვა ვარიანტებზე ოპერაციულ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდა. შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება გადასულიყვნენ ერთ დიდ კორპუსზე, რომელიც შეძლებდა DDG-X-ის ყველა დაგეგმილი სისტემის და კიდევ მეტის განთავსებას. შედეგად მივიღეთ BBG-X. ქაღალდზე ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება და მისი შექმნის ლოგიკაც გასაგებია. მაგრამ როგორც თავად საზღვაო ძალები აღიარებენ, ჯერ კიდევ ადრეული ეტაპია და მნიშვნელოვანი სირთულეები იქნება დასაძლევი, რომ საბოლოო დიზაინი რეალობად იქცეს. მით უმეტეს ბიუჯეტში და დროში ჩატევა. ერთ-ერთი მთავარი საკითხია, დიდი კითხვის ნიშნებია აშშ-ს გემთმშენებლობის ინდუსტრიის შესაძლებლობაზე, რომ დაკისრებული საქმე შეასრულოს. მთავარი გემთმშენებლობის ქარხნები, როგორიცაა Buthy Iron Works-ი, Ingalls-ის გემთმშენებლობა და Newport News-ის გემთმშენებლობა, ამჟამად მუშახელის დეფიციტით და არსებული წარმოების ვალდებულებებით მუშაობენ. საწარმოო სიმძლავრეების გაფართოება შესაბამისად საჭიროებს კვალიფიციური მუშახელის აყვანასა და გადამზადებას. ასევე სერიოზულ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურასა და საწარმოო შესაძლებლობებში. BBG-X-ის პროგრამის მასშტაბიც სავარაუდოდ გაზრდის მოთხოვნას სპეციალიზებულ კომპონენტებსა და თანამედროვე საწარმოო პროცესებზე, რაც ზრდის გრაფიკის შეფერხებებისა და ხარჯების ზრდის რისკებს. ამ ყველაფერს თუ დაუმატებთ ტრამპის სავაჭრო ომებს და სპარსეთის ყურეში მიმდინარე საზღვაო გართულებებს, ეს რისკები კიდევ უფრო იზრდება. როგორ გაუნკლავდებიან ამ ამბიციური და საინტერესო პროექტის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებით მივადევნებთ თვალს მოვლენებს და შეგატყობინებთ სიახლეებს. ამასობაში უყურეთ ამ ვიდეოს, რათა გაიგოთ, ხომ არ არის ავიამზიდი უკვე მოძველებული. მადლობა ყურებისთვის.